ოლიმპოს მთაზე უძველესი და უკვდავი ღმერთები ცხოვრობდნენ. მაღალი მთის წვერიდან გადმოხურებდნენ ღმერთები ადამიანთა სამყაროს და მათ ბედს განაგებდნენ. ზოგი თანაგრძნობით ადევნებდა თვალს ახალ ბედებს, ზოგიც მათში მხოლოდ ახალ თაყვანის მცემლებსა და მორჩილ სულიერებს ხედავდა. ოლიმპოს მთაზე მცხოვრებ ტიტან პრომეთეს ძალიან შეუყვარდა ადამიანები. ცდილობდა ყველაფერი ესწავლებინა მათთვის, რათა შეემსუბუქებინა მათი ყოფა. იარაღის ხმარებაც ასწავლა და სახლების აშენებაც, საჭმლის მოპოვებაც და თავის გადარჩენაც. ნელ-ნელა მოშინაურდა კაცთა მოდგმა დედამიწაზე. ბევრი რამ ისწავლა და შეძლო, მაგრამ ვერაფერი ვერ მოუხერხა სიცივეს. იცოდა პრომეთემ როგორ დაეცვა და გადაერჩინა ადამიანები. მიეცა მათთვის სითბო და სინათლე, მაგრამ ამისთვის ღმერთებისა და თვით ზევსის მთავარი განძი ცეცხლი უნდა მოეპარა. ოლიმპოს მთაზე ცეცხლი ითვლებოდა ისეთ განძად, რომლის ფლობის უფლება მხოლოდ ღმერთებს შეეძლოთ. პრომეთე საფიქრელში იყო ჩავარდნილი, დახმარებოდა საყვარელ ადამიანებს თუ დაუკითხავად წამოეღო ცეცხლი ოლიმპოდან. ტიტანმა კარგად იცოდა, რომ ნებით ზევსი არ დათმობდა ცეცხლს და იმასაც ხვდებოდა, რომ ღმერთების რისხვა საშინელი იქნებოდა. ვეღარ გაუძლო პრომეთემ ადამიანთა წვალებას. ერთხელაც დაელო და ბნელ და უკაცრიელ ღამეს ჩუმად მიიპარა იმ ადგილას, სადაც ღმერთების ცეცხლი ინახებოდა, სწრაფად მოუკიდა ცეცხლი ჩირაღდანს და მალევე მოშორდა იქაურობას. გახარებული ტიტანი მაშინვე ადამიანებისკენ გაეშურა. უბოძა მათ ცეცხლი, გაათბო და გაანათა მათი სახლები. ოლიმპოს მთაზე კი ამ დროს დიდი აურზაური ატყდა. მაშინვე მიხვდნენ ღმერთები, ვის შეეძლო გაებედა ასეთი სითავხედი. გამძვინვარებულმა ზევსმა ბრძანა სასწრაფოდ დაეჭირათ დამნაშავე. სასტიკი და დაუნდობელი იქნება მისი სასჯელი, დასჭექა მთავარმა ღმერთმა. დატყვევებული პრომეთე კავკასიონის ქედზე დიდი ჯაჭვებით მიიღეს. ვერავინ ბედავდა მასთან მიახლოვებას და დახმარებას. ეს არ იკმარა ზევსმა. მთავარი სასჯელი უფრო სასტიკი იყო. ყოველ დილით უზარმაზარი არწივი მოფრინავდა და პრომეთეს ღვიძლს სჭამდა. საღამოს ღვიძლი ისევ მრთელდებოდა და ტკივილიც ნელდებოდა და ასე ყოველ დღე. მოფრინდებოდა დილით არწივი და საღამომდე არ შორდებოდა მიჯაჭვულ ტიტანს. მთელი დღეები ტკივილსა და წამებაში გადიოდა. ბოლო არ უჩანდა მწვალებას. ოლიმპოს ღმერთების სასჯელი უსასრულო იყო. მათი ნების წინააღმდეგ ვერავინ ბედავდა გალაშქრებას. თითქმის 300 წელი დასჭირდა იმ გმირის გამოჩენას, რომელმაც შეძლო პრომეთეს განთავისუფლება. უძლეველი ჰერაკლე არ შეუშინდა ღმერთთა რისხვას. ავიდა კავკასიონის ქედზე, გაუმაძღარი არწივი მოკლა, დაამსხვრია ჯაჭვები და იხსნა წვალებისაგან პრომეთე. მთელი ამ წლების განმავლობაში მადლიერ კაცობრიობას არ დავიწყებია მათთვის მოწამე გმირი. პრომეთეს სახელი და ამბავი მისი საგმირო საქციელისა თაობიდან თაობას გადაეცემა.